14 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში. სკოლის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ წმინდანისადმი სავედრებელი პარაკლისი აღესრულა. ღვთისმსახურება სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ აღავლინა. აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გიმნაზიის ტერიტორიაზე წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი შენდება, რომლის საძირკველიც 2024 წელს იკურთხა. დღეს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. კონცერტზე საგალობლები და სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერი შესრულდა. ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში გამოფენაც მოეწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები. გარდა ამისა, გაიმართა სპორტული ღონისძიებებიც. გილოცავთ წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს. დიდია მადლი დღევანდელი დღისა და დიდია მადლი ჩვენი კეთილმსახური მეფისა. თამარ მეფის ეპოქას სამართლიანად ეძახიან ოქროს ხანას. მართლაც ეს იყო საქართველოსთვის ძალიან დიდი ეპოქა და როდესაც ჩვენი სკოლა ფუძნდებოდა, მისმა უწმიდესობამ გვითხრა, რომ ეს გიმნაზია იქნებოდა თამარ მეფის სახელობის და ჩვენ მოვამზადებთ ბავშვებს თამარის ეპოქისათვის. და იმის შემდეგ ვასრულებთ ჩვენი აც გარდაცვლილი პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და ეროვნული სულისკვეთებით, თამარის ეპოქის სულისკვეთებით იზრდებიან ჩვენი მოსწავლეები ჩვენს გიმნაზიაში. დღეს თავიანთ შემოქმედებას აჩვენებენ ბავშვები, როგორც სკოლა-გიმნაზიის, ასევე ხელოვნების სკოლის მხატვრული შემოქმედების წარსდგებიან ჩვენი სტუმრების წინაშე, მშობლების წინაშე. ჩვენ სასიხარულო დღეები გვაქვს, რადგან გვყავს ახალი პატრიარქი. 2 დღის წინ ჩატარდა ინტრონიზაცია და მისი უწმიდესობა, უწმიდესი შიო არჩეული იქნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად და ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ის დიდი ღვაწლი, რასაც ილია მეორე ეწეოდა საქართველოს ეკლესიისათვის და ჩვენი ერისათვის, უწმიდესი შიო გააგრძელებს ამ გზას და ჩვენ სამღვდელოება ყველა გვერდში დაუდგებით, სასულიერო პირები, ეპისკოპოსები და ჩვენ ვაჩვენებთ ყველას, თუ როგორ უნდა ერთიანობა, ერთად ყოფნა, ერთად თანადგომა ჩვენ ერს, როგორც არასდროს დღეს სჭირდება ერთიანობა, ერთსულოვნება და მეფე თამარის ლოცვით და ჩვენი დიდი წმინდანების ლოცვით, ანდრია პირველწოდებულის მადლით მე მწამს და მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება და ჩვენ დავიბრუნებთ თამარის ეპოქას. თამარის ეპოქას, როცა ხელისუფლება და ეკლესია იდგა ერთმანეთის გვერდში, თამარ მეფე ერთნაბიც არ დგავდა ეკლესიის ლოცვა-კურთხევის გარეშე. ყველა საკითხი იყო შეთანხმებული, რა თქმა უნდა, კათოლიკოს პატრიარქთან, ყველა გადაწყვეტილება იყო შეთანხმებული ეკლესიასთან და ამიტომ ჰქონდა ჩვენ ის დიდი შედეგი, რაც მაშინ მიიღო საქართველომ და ამიტომ დაგვიდგა ოქროს ხანა. მე მწამს და მჯერა, რომ თამარის ეპოქა სულ მალე ამ ჩვენი ბავშვების, ჩვენი მომავალი თაობის განათლებით, ამ სკოლაში მიღებული, გიმნაზიაში მიღებული განათლებით ჩვენ თამარის ეპოქას დავიბრუნებთ. მინდა მიულოცო მის უწმიდესობას ახლად გამორჩეულ შიო მესამეს პატრიარქობა და წმინდა თამარ მეფის გიმნაზიის სახელით მინდა მიულოცო ეს დიდი პატივი ანდრია პირველწოდებულის ტახტზე აღსაყრება. ყველას გილოცავთ, განსაკუთრებით სინოდის ყველა წევრს. ულოცავ ჩვენი გიმნაზიის პედაგოგებს, მშობლებს, თანამშრომლებს. ულოცავთ თქვენს ტელევიზიას და ულოცავთ სრულიად საქართველოს. გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა თამარ მეფე შეეწიოს ყველა ქართველს და განსაკუთრებით ამ
გიმნაზიის მსმენელებს, მასწავლებლებს და დამფუძნებლებს. ამ გიმნაზიის კედლებში ისწავლება არა მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები, არამედ ის მთავარი ღირებულებებიც, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება ქართველი ერის ფორმირებისათვის. ყველაზე მეტად სასიხარულოა ის, რომ ჩვენი მომავალი თაობა იაზრებს თუ რა დიდი სიწმინდე იყო ჩვენთვის წარსული. და მე მინდა მადლობა უთხრა აი ამ შესანიშნავი პანსიონის, რომელიც ქრისტიანულად ზის ახალგაზრდობას და ზდის ქართულ კულტურასთან ერთად. მამა მირიანს, რომელიც ხელმძღვანელობს ამ სკოლას უკვე დიდი ხანია, მეც გახდით ამ სკოლის პედაგოგი, ესაა საოცარი ოაზისი. მე ულოცავ ამ ჩვენ შვილებს ამ დღეს. უპირველეს ყოვლისა მოგილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და ვუსურებ საქართველოს ისეთ ძლიერ საქართველოს, როგორც თამარის დროს იყო, ჩემი შვილები, ორივე შვილი სწავლობს სკოლა გიმნაზიაში. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრის მომცემია ეს სკოლა ახალი თაობისათვის და იმ ღირებულებებისათვის, რასაც უნდა ემსახურებოდეს დღევანდელი საგანმანათლებლო სივრცე. დღეს არის ამ სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს მე ვასრულებ აფხაზურის ცეკვას ანსამბლში მონაწილეობ და ვასრულებ ცეკვა აფხაზურს. დღეს ჩვენ სკოლაში იმართება კონცერტი თამარ მეფის დღესასწაულთან დაკავშირებით. მე ვიღებ მონაწილეობას და ცეკვა აფხაზურს და მიხარია. გილოცავ დღევანდელ დღეს. ამ დღესთვის ჩვენ სკოლა ძალიან დიდხანს ეზრდებოდა, იმიტომ რომ დღეს არის კონცერტი და ძალიან მიხარია, რომ დღეს ამ კონცერტზე ვიმღერე და შევასრულე თამარ მეფის სიმღერა და ლალე. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ჩვენ სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით იმართება სხვადასხვა ღონისძიება. ერთ-ერთი არის გამოფენა ჩვენი სკოლის მოსწავლეების, რომელშიც ვიღებ მონაწილეობას და ჩემი რამდენიმე ნამუშევარი აქვს წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2009 წელს ლოტკინის დასახლებაში დაარსდა. სკოლა გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები. განათლებას იღებენ მოსწავლეები როგორც თბილისიდან, ისე აჭარიდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.